თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე გუშინ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი საუბარი იყო, თუმცა ზეწოლა არ ყოფილა. ჟურნალისტების კითხვაზე არის თუ არა ზეწოლა მითითება იმაზე, რომ გიორგი ხაბურძანიას ვაგონდის წარმომადგენელია, ნიჟარაძე პასუხობს, რომ არ არის გამორიცხული ჩანაწერში რაიმე ჩამატებული იყოს. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. თბილისის მერიის თანამშრომელმა გიორგი ხაბურძანიამ სამსახურიდან იძულებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა. როცა რაიმე სახის სამართალდარღვევა შეიძლება იყოს ან კანონდარღვევა, ესეთ შემთხვევაში ჯობია სახლის საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ, მე ვიცნობ დასაკვირველია მასალებს, გავეცანე უკვე და ვაპირებ, რომ სათანადო ყურადღება მივაქციო ამას, რომ სხვა მსგავსი რამ არ განმეორდეს, მაგრამ აქვე დავძენ იმას, რომ ეს არის წინასწარმომზადებული პროვოკაცია, ამიტომ პასუხი ორივე მხარემ უნდა აქვს. ასეთი საუბარი იყო, მაგრამ იქ არ ყოფილა ზეწოლაზე და სამსახურიდან წასვლაზე ლაპარაკი. ანუ რას ნიშნავს ფრაზა შენი სამსახური უშენოდ უკეთესად იქნება, იქ იყო ესეთი ფრაზა? მე იქ ასეთი ფრაზა ვერ მოვისმინე სამწუხაროდ, ბოლომდე არ მეყურები ამ ჩანაწერისთვის. შესაძლებელია იქ რაღაცა იყოს ჩამატებული, მე არ გამოვრიცხავ ამას. გეგი ნიჟარაძემ განცხადება ჩანაწერების შესახებ თბილისის საკრებულოში გააკეთა, სადაც დღეს რიგგარეშე სხდომაცაა ჩანიშნული. საკრებულო მერიის თანამშრომელთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს. ცნობილია, რომ დებულებას მხარს არ დაუჭერენ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენლები. საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დებულება ითვალისწინებს იმ წესს, რომლითაც უნდა იხემძღვანელოს საკონკურსო საატესტაციო კომისიამ. დებულება ითვალისწინებს იმ წესრიგს, რომლის მიხედვითაც უნდა იხემძღვანელოს კომისიამ. ეს არის კომისიის დაკომპლექტების წესი, კომისიის მუშაობის წესი, ზუსტად ის საატესტაციო თქვათ ტესტები თუ შესაბამისად გასაუბრება, როგორ წესრიგში უნდა მოხდეს. ჩვენ ატესტაციას და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ საკითხებს ხარს ვერ დაუჭერთ, არ დაუჭერთ, ვინაიდან უკვე ცხადზე ცხადია, თუ როგორ არაობიექტურად და მიკერძოებულად და ზეწოლის ქვეშ წაიმართება ეს ატესტაცია. ჩვენ მოусმინეთ კომისიის სხდომაზე ბატონ ნიჟარაძეს, რომელმაც არ უარყო გუშინდელი ჩანაწერების არსებობა და მისი მონაწილეობა ამაში, უბრალოდ მან თქვა, რომ იქ განცხადების დაწერაზე საუბარი არ ყოფილა. ხარს არ დაუჭერთ თვითონ ატესტაციის არსებობა, ჩვენ ხარი არ დაუჭერეთ ასევე თვითონ ატესტაციის კომისიის თავმჯდომარეს, რადგანაც თავის დროზე სწორედ ქართულ ოცნებას ჰქონდა კითხვები და ის როგორც არაკომპეტენტური იქნა განთავისუფლებული. შესაბამისად, დებულებაში არის ბევრი ისეთი მხრივ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არ არის სწორი და არ იქნება სამართლიანი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაა. ნაციონალური მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ გიორგაძეზეც როგორც მერიის სხვა თანამშრომლებზე ზეწოლა იყო. თუმცა გიორგაძე ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზეწოლა არ ყოფილა და განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. როდესაც ათეულობით კი არა, უკვე ასეულობით ადამიანი, იმიტომ რომ 200 გადაცდა უკვე გათავისუფლებული ადამიანების რიცხვი, აცხადებს იმას, რომ თვითონ დაწერა განცხადება და შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ ეს არ იყო თავისუფლებით, გასაგებია, რომ ამ კონტექსტში გიორგაძის განცხადებაც არის დაწერილი ძალდატანების და ზეწოლის ქვეშ. ამის შემდეგ ის უარყოფს თუ დაადასტურებს ამას, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, თუ კი უარყოფს, რომ მასზე იყო განხორციელებული კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა და დაშინება, რომ მან არც კი გაბედოს ამის შესახებ საუბარი.